საქართველოს ისტორიაში მრავლად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ ადამიანს გადაუწყვეტია არა მარტო ბრძოლის, არამედ ქვეყნის ბედიც და უკუღმა დატრიალებული ჩარხი წაღმა შემოუბრუნებია. საბედნიეროდ ქართველები არ განმიცდით ასეთი გმირების ნაკლებობას. ამჯერად საუბარია აფხაზეთის მთავარ ხუტუნია შერვაშიძეზე, რომელიც ასევე დიდი ქართველის იმერთა მეფე სოლომონ პირველის ერთგული თანამებრძოლი იყო. ხრესილის ომის გმირის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით, რომ ის იყო სამურზაყანოს ბატონ-პატრონი და ერთგულად ემსახურებოდა იმერთა მეფეებს. მათ შორის გონიერ და ენერგიულ სოლომონ პირველს, რომელიც 1742 წელს ავიდა იმერეთის სამეფო ტახტზე. სოლომონ პირველის იმერეთის ტახტზე ასვლას წინ უძღოდა თითქმის საუკუნოვანი არეულობა იმერეთის სამეფოში. იმერეთის ციხეებში ჩამდგარი ოსმალური გარნიზონები, ოსმალური ხარკი, მეფისა და მთავრების ურთიერთდაპირისპირება, ტყვეებით ვაჭრობა, ტახტის მაძიებელთა ინტრიგები, დასუსტებული ეკლესია. ეს ყველაფერი ქვეყანაში ანარქიას ქმნიდა. სოლომონის გამეფებას ეწინააღმდეგებოდნენ რაჭის ერისთავი, გურიელი, აბაშიძეების ძლიერი საგვარეულო. თუმცა ტახტისათვის მებრძოლ პრეტენდენტთა ცხარე ბრძოლაში გამარჯვება სწორედ მას ხვდა წილად. სოლომონი ტახტზე ასვლისას 17 წლისა იყო. 1752 წელს შეთქმულთა ძლიერმა ჯგუფმა, რომელთა შორისაც იყვნენ დედამისი თამარი, ბაბუა ლევან აბაშიძე და მეფის ბიძები, მამუკა და გიორგი ბაგრატიონები, შეძლო მისი დამარცხება. მაგრამ სოლომონმა ახალციხის ფაშას დახმარებით ტახტი დაიბრუნა. დედა სამეფოდან გააძევა. აბაშიძეთა მამული კი თავის საკუთრებად გამოაცხადა. სოლომონმა მემკვიდრეობად დაუძულურებული, სათავადოებად დაყოფილი სამეფო მიიღო. მან მიზნად დაისახა მტკიცე სამეფო ხელისუფლების შექმნა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება. ტყვეებით ვაჭრობის აღკვეთა და ოსმალთა ბატონობისგან ქვეყნის გათავისუფლება. მეფემ ჯერ დადიანი შემოირიგა. ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის კაცია დადიანის და მარიამი და ამით ძლიერი მოკავშირე გაიჩინა. ამის შემდეგ მამია გურიელი იძულებული გახდა მეფის ერთგული გამხდარიყო. სოლომონმა შემოიკრიბა დიდი თავადებისგან შევიწროებული წერეთლები, წულუკიძეები, ჯაფარიძეები, იაშვილები და აგიაშვილები. ეკლესიას დაუბრუნა ფეოდალთაგან მიტაცებული ყმამამულები და საეკლესიო გლეხები გადასახადებისგან გაათავისუფლა, რითაც ეკლესიის ნდობაც დაიმსახურა. მეფემ გადაწყვიტა ხელში ჩაეგდო სტრატეგიული მნიშვნელობის ციხეები, რომლებიც ფეოდალების ძლიერების საფუძველს წარმოადგენდნენ. მანვე შექმნა სრულიად ახალი, მეფის ხელისუფლების განმამტკიცებელი ინსტიტუტი, ეგრეთ წოდებული ფიცის კაცრი. ისინი ყოველი წლის 15 მაისს განსაზღვრულ ადგილას იკრიბებოდნენ და ფიცდებდნენ მეფის ერთგულებაზე. შეფიცულები პოლიტიკური პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. მათ შორის იყვნენ ლორდ-ქიფანიძეები, მესხები, ავალიანები, იოსელიანები, ღოღობერიძეები, მიქაბერიძეები, ყიფიანები, ქოქრაშვილები, უგრეხელიძეები, გრიგალაშვილები, ჭაბუკიანები და სხვები. ახალგაზრდა მეფემ აქტიურად დაიწყო ქვეყნის დარღვეული ერთიანობის აღდგენა. რეაქციონერი თავადები ამას ეწინააღმდეგებოდნენ. სამაგიეროდ პროგრესულად მოაზროვნე ბევრმა თავადმა სოლომონს თანადგომა გამოუცხადა. ოდიშის მთავარმა ოტია დადიანმა, რომელმაც თავისი ასული მარიამი მიათხოვა მას, მამია გურიელმა და აფხაზეთის მთავარმა ხუტუნია შერვაშიძემ. მე-18 საუკუნის დასაწყისში აფხაზეთში ჩრდილოკავკასიელები ჩერქეზულ ადიღეური ტომი ჩამოასახლეს ოსმალეთის სულთნის მხარდაჭერით, რასაც იქ უცხო რელიგიისა და ცხოვრების წესის დანერგვა მოჰყვა. ჩამოსახლებულებმა მეტად შეავიწროვეს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა. მშობლიური კარმიდამოდან აყარეს და ძალით დაათმობინეს საძოვრები თუ სახნავ სათესი მიწები და თავად ურცხვად მიიტაცეს. სამწუხაროდ ადგილობრივი მთავრები ვერ უწევდნენ სათანადო წინააღმდეგობას სულთნის მზაკრულ პოლიტიკას და გამოსავალს ერთიანი საქართველოს ძლიერ მეფეში ხედავდნენ. ასეთი კი აფხაზ მთავარს სოლომონ პირველი მიაჩნდა. სოლომონი პრინციპული კაცი იყო, ურჩებს არ ინდობდა, თუნდაც ახლონათესავებს. მეფემ მკაცრად ალაგმა ბაბუის, ზემო იმერეთის ბატონის ლევან აბაშიძის თარეში, რომელიც სამეფო ხაზინას განუკითხავად განკარგავდა.
აბაშიძე იმდენად გაანაწყენა შვილიშვილის საქციელმა, რომ მოსისხლე მტრად მოეკიდა. სტამბულს გაემგზავრა, რათა სულთანი სადამსჯელო ჯარის გამოგზავნაში დაერწმუნებინა. სოლომონმა იცოდა, რომ ოსმალეთი მის ამ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებდა და საჭირო ზომები მიიღო. 1758 წელს სოლომონ პირველმა, ერეკლე მეორემ და თეიმურაზ მეორემ გორში მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადეს, რითაც სოლომონ პირველის ხელისუფლება უფრო მეტად გაძლიერდა. ამავე წელს სოლომონ პირველი ქართულ-კახეთის მეფეებს ეხმარება ატოცთან გამართულ ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ. ეს ხელშეკრულება 1770 წლამდე არ დარღვეულა. 1773 წელს ერეკლემ და სოლომონმა აღადგინეს იგი. ხრესილზე განცდილი მარცხი ოსმალებმა სოლომონს არაპატიეს. მომდევნო 1758 წელს ახალციხის ფაშამ ორჯერ შემოუსია ლეკები იმერეთს. პირველად მეფემ ჯარების შეკრება ვერ მოასწრო და დამარცხდა. ლეკებმა გაძარცვეს გელათი, დაარბიეს სოფლები და დიდი ნადავლით დაბრუნდნენ უკან. მეორედ კი სოლომონმა ძლია მტერს. არსებობს ერთი უცხოური ცნობა, რომელიც არაჩვეულებრივად ახასიათებს სოლომონის მოხერხებულობას და სიმამაცეს. მეფე პირადად ჩასულა ახალციხის ფაშასთან და შეუჩივლია თურქ მეციხოვნეთაგან იმერეთის რბევის ამბავი. სოლომონს ფაშასთვის ერთგულება აღუთქვამს იმ შემთხვევაში, თუ ფაშა შეაჩერებდა თურქ მეციხოვნეებს. ფაშამ დაიჯერა სოლომონის ნათქვამი და მას მეციხოვნეთა დასასჯელად 3000 კაციანი ჯარი გაატანა. სოლომონმა ეს ამბავი შეფარულად აცნობა თავის სარდლებს. მათ გზებზე ჩასაფრებები მოაწყვეს და სულ ერთიანად გაჟლიტეს თურქები. ეს ცნობა სინამდვილეს რომც არ შეეფერებოდეს, მაინც მნიშვნელოვანია სოლომონის მაღალი ავტორიტეტის და ხალხზე მისი მორალური ზეგავლენის შესაფასებლად. თავდაპირველად სოლომონი ერიდებოდა ოსმალთა წინააღმდეგ აშკარა გამოსვლას, მაგრამ როგორც კი ქვეყანაში შედარებით წესრიგი აღადგინა, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ტყვეებით ვაჭრობას. ეს უკვე ოსმალებმა სერიოზულ გამოწვევად მიიჩნიეს. ისინი აქტიურად უწყობდნენ ხელს ტყვეებით ვაჭრობას, შექმნილი იყო მთელი ქსელი ტყვეებით მოვაჭრეებისა, რომელშიც ერთნაირად მონაწილეობდნენ იმერელი თავადაზნაურობა და თურქი მეციხოვნეები. იმერეთის საგარეო ვაჭრობის დიდი წილი სწორედ ტყვეებით ვაჭრობაზე მოდიოდა. ამიტომ იყო, რომ ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვას ოსმალებთან ერთად მათთან დაკავშირებული თავადებიც ეწინააღმდეგებოდნენ. სოლომონმა შესანიშნავად იცოდა, რომ ოსმალების განდევნის გარეშე შინაურ წინააღმდეგობას ვერ დაძლევდა. ამიტომ იგი ფარულად შეუდგა საომარ მზადებას. პირველად ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ იმერეთის მეფის გვერდით დაირაზმნენ ოდიშის მთავარი, გურიის მთავარი, სამურზაყანოს მთავარი, იმერეთის თავადაზნაურობა და გლეხობა. ოსმალთა მხარეზე აღმოჩნდნენ როსტომ რაჭის ერისთავი და ლევან აბაშიძე. ოტომანებმა დიდი ჯარი გამოგზავნეს სოლომონის და მისი მომხრეების წინააღმდეგ. მის მეთაურად დაინიშნა სერასკირი გოლა-ფაშა. 1756 წელს ოტომანთა 30000-იანი არმია ახალციხეში შევიდა. სოლომონს და მის მომხრეებს ჯარის იმერეთში შემოსვლამდე უნდა მოემზადებინათ ნიადაგი და სწრაფად დაეწყოთ მოქმედება. იმ დროს იმერეთის მეფე ვარდციხეში იმყოფებოდა. მისმა მომხრე აზნაურებმა მეფის შედგენილი გეგმით სწრაფად დაიწყეს მოქმედება. გეგმის მიხედვით ქაიხოსრო აგიაშვილს თავისი 200 კაციანი რაზმით ბაღდათის ციხე უნდა აეღო. გიორგი აბაშიძეს საჩხეიძეოს და სალომინაოს რაზმებით შორაპნის ციხე უნდა გაეთავისუფლებინა. ბესოლორ თქიფანიძეს ფიცისკაცთა გვარდიით და კაცია კოპალიანს თავისი 150 კაციანი რაზმით ალყა უნდა დაერტყათ ქუთაისის ციხეზე. ზურაბ მიქელაძეს, სამიქელაძეოსა და სალიპარტიანოს ძალებით გზა ეკალმუხურთან უნდა გადაეკეტა, რათა შეეჩერებინა ფოთის ფაშის ჯარი. პაპუნა წერეთელი, ბერი წულუკიძე, კაცია დადიანი და ხუტუნია შერვაშიძე საერთოდ ძალებით მეფეს უნდა ხლებოდნენ. თუ გეგმა გაამართლებდა მათ გენიალური ბრძოლისთვის სპეციალურ დავალებებზე წარგზავნილი თავადებიც შეუერთდებოდნენ. მეფემ ბანაკად შეარჩია ხრესილის ველი, დღევანდელ ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სადაც გენერალური ბრძოლა უნდა გამართულიყო.
1757 წლის დეკემბრის დასაწყისში ოსმალთა არმიის ძირითადი ნაწილი საირმის გზით და შემდეგ ხანისწყლის ხეობით იმერეთში შემოიჭრა. სოლომონის მომხრე თავადებმა ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე ოსმალებს პარტიზანული ბრძოლები გაუმართეს. 12 დეკემბერს გოლა-ფაშა ქუთაისში შევიდა. აქ მას საკუთარი ძალებით შეუერთდნენ ლევან აბაშიძე და როსტომ რაჭის-ერისთავი. მათ შეიტყვეს მეფის ძირითადი არმიის სამყოფელი და მეორე დღეს ხრესილის ველისაკენ დაიძრნენ. მოკავშირეები ფოთის, შორაპნის და ბაღდათის ციხეებში მდგარი ოსმალური გარნიზონების დახმარებასაც ელოდნენ. 13 დეკემბერს ოსმალთა ჯარმა მთლიანად დატოვა ქუთაისი და ხრესილის ველზე დაბანაკდა. პარალელურად სოლომონის გეგმა წარმატებით წარიმართა. ზურაბ მიქელაძემ ეკალმუხურთან გაანადგურა ფოთის ფაშის ჯარი. ქაიხოსრო აგიაშვილმა აიღო ბაღდათის ციხე. არჩილ ბატონიშვილი და გიორგი აბაშიძე შორაპანს დაეუფლნენ. ხოლო ბერი წულუკიძემ და კაცია კოპალიანმა ქუთაისი გაათავისუფლეს და ხრესილისკენ აიღეს გეზი. 14 დეკემბერს დაიწყო პირველი საომარი მოქმედებები. ქვეით ლაშქარს სარდლობდა ბერი წულუკიძე, რომელიც ცენტრში იყო განლაგებული. მათ უკან იდგა კავალერია. მარცხნივ პაპუნა წერეთლის, ხოლო მარჯვნივ უშუალოდ სოლომონ პირველის სარდლობით. მათ ზურგს უმაგრებდა აფხაზთა 1600 კაციანი ლაშქარი ხუტუნია შერვაშიძის მეთაურობით. სოლომონის მარცხნივ იდგა სალომინაოს და საკოპალიანოს რაზმები. სოლომონის ჯარი თითქმის 3-ჯერ ჩამოუვარდებოდა მტრისას, მაგრამ ამან ვერ დააფრთხო მისი მომხრეები. ხუტუნია შერვაშიძე სიცილით უთქვამს, რაც უფრო ბევრია ბალახი, მით უფრო ადვილია მისი გათიბუაო. ბრძოლა გამთენიისას დაიწყეს ბერი წულუკიძის ქვეითმა შენაერთებმა. მათ გაარღვიეს თურქთა მარცხენა ფლანგი. პარალელურად ცენტრისკენ შეტევაზე გადავიდნენ ცხენოსანთა ჯარები. გათენებამდე ვერავინ აღწევდა წარმატებას. ოსმალთა სიმრავლემ თავდაპირველი წარმატება დროებით შეაჩერა. სოლომონმა გოლა-ფაშა საკუთარი ხელით მოკლა. ოსმალთა მარჯვენა ფლანგი აირია. მტრის ცენტრალური ფალანგა შეანგრიეს ბერი წულუკიძემ და პაპუნა წერეთელმა. აფხაზთა მხედრობა აკინჯებს ეკვეთა. აფხაზთა მთავარი ხუტუნია შერვაშიძე, რომელიც ამ დროს უკვე 78 წლის იყო, ტოლს არ უდებდა ახალგაზრდა მებრძოლებს. იგი ბრძოლის ველზე დაეცა, მაგრამ თან 16 თურქი მეომრის მოკლა მოახერხა. სოლომონმა ელვისებური შეტევა მიიტანა ოსმალებზე. ეს მისი საყვარელი მანევრი იყო. ამის შესახებ კარგად იცოდნენ მოღალატე ქართველებმაც და თურქები მომზადებულები დახვდნენ იერიშს. მეტიც, ლევან აბაშიძის მეომრებმა იმერთა მეფის ჯარს ზურგიდან შეუტიეს და სოლომონის სამეფო ალამი დაისაკუთრეს, რომელიც აბაშიძემ ოსმალთა სარდალ ალი-ფაშას მიართვა. დროშის დაკარგვა დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო იმერთა მეფის ერთგული მეომრებისთვის. შედრკნენ ქართველები, დაიბნენ. მაგრამ ხუტუნია შერვაშიძემ ხმალი იშიშლა და თანამებრძოლებს ხაფი ხმით შეუძახა, მომყევით არ დავანებოთო მტერს ჩვენი დროშა და შეუპოვარი თავადის შეძახილით გამოფხიზლებულ გამხნევებული ქართველებიც მთელი ძალებით ეკვეთნენ მტერს. შერვაშიძემ ადვილად გაარღვია მტრის წინარიგები და ოსმალთა სარდლობის კარვისკენ გაიჭრა. ყიჟინით მიხვნენ ქართველი მეომრებიც და ოსმალო ფაშებმა მათ ხმლებზე წამოგებას წამებში გაასწრეს. ხუტუნია შერვაშიძემ უკან დაიბრუნა სოლომონის დროშა და მაშინვე გაუგზავნა მეფეს. დროშის ხელახლა აფრიალებამ სიმხნევე შემატა ქართულ ლაშქარს. ხოლო ლომივით მებრძოლმა 22 წლის მეფემ თურქთა სარდალ ალი-ფაშას ბურთივით წააცალა თავი. ოსმალთა მარჯვენა ფლანგი აირია. მტრის ცენტრზე განუწყვეტელი შეტევები მიჰქონდათ ბერი წულუკიძისა და პაპუნა წერეთლის მეომრებს, რომლებმაც ხელთ იგდეს ოტომანთა სარდლები გოლა-ფაშა და ქეჰაია-ფაშა. მტერი მთავარსარდლის გარეშე დარჩა. პანიკა მოიცვა და უკან დაიხიეს. მაგრამ მოღალატე ლევან აბაშიძემ გაქცეული ოსმალების ბრძოლის ველისკენ შემოbrunება მოახერხა და თავად გაუძღვა მტერს შვილიშვილის ბანაკისკენ. მაგრამ გაცხარებულ ბრძოლაში გლეხ გეგელა თევდორაძის თოფიდან ნასროლმა ტყვიამ უნაგირს მოსწყვიტა სოლომონ მეფის მოღალატე ბაბუა და თურქებიც
თავქუდ მოგლეჯილები გაიქცნენ ისევ. სახელოვანი ბრძოლა სოლომონ მეფის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. 12,000-მდე ოსმალო ბრძოლის ველზე დაეცა, ხოლო 15,000-მდე ტყვედ ჩავარდა. მეფემ დატყვევებულ ოსმალო სარდლებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და იქვე აღასრულებინა სასჯელი. მერე გამყიდველი პაპის ცხედარიც მოიკითხა და მისი მკვლელიც იხმო. ვით არ გაბედე პაპა ჩემის მოკვლაო, გამომცდელად კითხა გეგელა თევდორაძეს. მე პაპა თქვენი კი არა, მეფის მტერი და ორგული მოვკალი, უპასუხია გლეხს და სოლომონის ბრძანებით თევდორაძეს აზნაურობა უბოძეს. დიახ, ხრესილის ბრძოლას უამრავი გმირი ჰყავდა, მაგრამ მათ შორის გამორჩეული მაინც ხუტუნია შერვაშიძე იყო, რომელმაც საარაკო გმირობა გამოიჩინა. დეკემბრის ბოლოსთვის იმერეთის სამეფო თითქმის მთლიანად გაიწმინდა ოსმალური გარნიზონებისგან და გავლენისაგან. სოლომონ პირველი მიიჩნევა იმერთა აღმაშენებლად, ხოლო ხრესილი მეორე დიდგორად. მხცოვანი თავადი ახალგაზრდული შემართებით იბრძოდა და მისი ბასრი ხმალი როგორც ლერწამს, ისე ლეწდა მტრის რიგებს. ბოლოს მაინც განგმირული დაეცა ბრძოლის ველზე, მაგრამ მისმა სიმამაცემ ამ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა. სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ შეიქმნა გამონათქვამი სოლომონზე ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლჩქეფე, იმერთ მეფე სოლომონ. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, იყო თუ არა ყველაზე დიდი გმირული ბრძოლა სოლომონ პირველის მეფობის პერიოდში. გამოიწერეთ კარდუს YouTube და Facebook გვერდები, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.